გამარჯობათ. მე ვარდენ მეკალმიშვილი ვარ, 76 წლის ქართველი ემიგრანტი პარიზიდან. დღეს მინდა წაგიკითხოთ ჩემი ლექსი, რომელიც ეძღვნება ჩემს მონატრებულ სამშობლოს. მას ასე ქვია: დამოვა ის დრო. რა ლამაზი ხარ ჩემო სამშობლო, ორ ზღვათა შუა ღვთის მადლად ქუხ ხარ, საოცრება ხარ არწივ საორბო, არც კი მგონია პატარა თუ ხარ. ჰო პატარა ხარ, რა მოხდა მერე, ოქროც მცირეა, მაგრამ ძვირფასი, მიყვარხარ ძლიერ, ბევრიც გიმღერე, ვაზის ნაჟურით შევავსე თასი. დაკარგი რომ ხარ, კერიც ბლომად ყავს, ხანურჯულო და ხანურჯულიანი, უკლამდებოდი ბოლოდ სადაავს, გონით ახსილი ხელხანძლიანი. მახვილს იქნებდი, თან ჩაოქობდი, სიკვდილს ღიმილით უსწორებდი თვალს, სიცოცხლის ხარის არ ჩაიქროვდი, არ იტოვებდი მტერმოყვარის ვალს. ასე იჟამე და გაიფონე, დათვის ბელივით იფერთხე ტანი, ზეცით უფლისა ხმა გაიგონე, გარს შემოისხი ოქრო და რვალი. ამასობაში დრო შემოbrუნდა, მტერმაც იცვალა იარაღი ნირი, სოდომ გომორის ჭირითა უნდა, გადაგვაშენოს გაგვიქროს ძირი. ერო გონსმოდი, დაადგ შენს გზას, ჭეშმარიტების ქრისტეს მიერსა, თვითუფალსაც ხომ ჯერა ასე სწამს, სწყალობდეს ყველა სუსტ თუ ძლიერსა. ასე ყოფილა ადა ბაბადან, ხერომ ფასდება ლამაზი ვარჯით, ბედნიერება მას უპოვია, ვინც რომ ეძებდა თმენით და გარჯით. დამოვა ის დრო, ის ბედნიერი, ახმაურდება ბუკი ნაღარა, გაერთმუჭდება ძირძველი ერი, ამოისუნთქებს ქართლი ჭაღარა. მეკალმე ვარდენი. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.